რამდენიმე თვეა შოროპანში შუალედური გაჩერების პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს ჟპს მივა ბილდერსი აწარმოებს. მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობებიდან გამომდინარე მშენებლობა 2026 წლის დეკემბერში დასრულდება. ამავე ინფორმაციის მიხედვით შუალედური გაჩერების პუნქტში განთავსებული იქნება ავტობუსების, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სადგომები, მგზავრთა მოსაცდელი და საინფორმაციო სივრცე, სუპერმარკეტები, ბავშვთა გასართობი კუთხე, სამედიცინო მომსახურების პუნქტი და აფთიაქი. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოიყოფა ასევე ზესტაფონში ეგრეთ წოდებული ყავების ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტებისთვის ალტერნატიული სივრცე და მოეწყობა თიხის ჭურჭლის სარეალიზაციო ადგილები, რომლებიც საპრივატიზაციო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად დროებით სარგებლობაში გადაეცემა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც შესაბამისად მოხდება მათი დასაქმებაც. სამუშაოები დაწყებულია 4-5 თვეა რა უკვე. მიდიოდა ძირითადად მიწის გასწორება, მოძვინვა, ბალასტის შემოტანა. შემდეგ დავიწყეთ ალმირება იატაკის. კი უყურებთ რამდენია მოწყო დაახლოებით იატაკის მოპირკეთება 74%-მდე გაკეთებულია. მიდის კოლონების მოწყობა. ნაპირ სამაგრის გამაგრება კედელი ძირითადად რომელიც კიდევ ძალიან ძიმე სამუშაოა, მაგრამ ვართობთ ყველაფერს თავს. ისე რომ სამუშაოების თითქმის ვფიქრობთ, რომ დავამთავროთ დეკემბრის ბოლოს რა, ძირითადი სამუშაოები. დანარჩენი არ ვიცი, ამინდზეც ბევრია დამოკიდებული, როგორი ამინდი გვექნება. მიმდინარეობს კოლონების მოწყობა, მიმდინარეობს მესამე ფლიგელის მოწყობა. ასე რომ ყველანაირად ვფიქრობთ დეკემბრის ბოლოს დავასრულოთ მშენებლობა. რამდენი კვადრატის მოცულობის იქნება ობიექტი? ძირითადად შენობა არის 9700 კვადრატი. მარტო შენობა, სადაც მოთავსდება ესენი სუპერმარკეტები, ბავშვთა სათამაშო ოთახები, სხვადასხვა დანიშნულების იგივე მოთავსდება და ისი არის 4 ჰექტრამდე, 40000 კვადრატზეა გათვალისწინებული ტერიტორია თვითონ. მოპირკი რა თქმა უნდა, კეთილმოწყობა, ეზოს კეთილმოწყობა, ეს პარკინგების გაკეთება, ბენზოკანონები კეთდება, მე როგორც ვიცი და ისე რა პროექტირებაშია ობიექტი. როგორია ჯარიმების მოცულობა გარემოს დანაგვიანებაზე? პასუხი ამ კითხვაზე ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლით განისაზღვრება. ჯარიმის მოცულობა მისი მიხედვით 80-დან 6000 ლარამდე მერყეობს და ეს დამოკიდებულია ნარჩენის ტიპზე, რაოდენობასა და სამართალდამრღვევის სტატუსზე, არის ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანება 2 კილოგრამამდე ნარჩენით 80 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს. 200 ლარის გადახდა მოგიწევთ თუ ამავე ქმედება სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან ჩაიდეთ. ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 500 ლარია, მეტის შემთხვევაში კი 2000 ლარი. 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენით გარემოს დაბინძურების გამო 500 ლარის გადახდა მოგიწევთ. იურიდიულ პირს კი ჯარიმა 1500 ლარით განისაზღვრება. თუ ნარჩენებით 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს დაანაგვიანებთ და ფიზიკური პირი ხართ, 2000 ლარით დაგაჯარიმებენ. იურიდიული პირი კი 6000 ლარით ისჯება. ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 200, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1000 ლარია. ფერებიდან ჩაცმულობიდან გამომდინარე, რაღაც გაზაფხულის იასამნის ფერებშია და ვფიქრობ ლილიანა დავარქვა. ანუ თქვენ წინაშე დაიბადა ლილიანა. ჩემი გოგონები იბადებიან წიგნებიდან, ფილმებიდან, ხანდახან უბრალოდ ფერებიდანაც კი. აი როგორ განწყობაზე ვარ, წელიწადის რომელი პერიოდი არის, აი მაგალითად ლილიანამ გაზაფხული შემოიტანა. იასამნისფერი გოგონა არის და ამიტომაც შეუსაბამე ეს სახელი.
ბევრი უკვე ასე ვთქვათ, ჩემი თაყვანისმცემელი თვითონ მაწვდის ხოლმე იდეებს, მაგალითად ახლა სამომავლო გეგმებში დედოფალი მარგო, მყავს ასევე მადამ ბოვარი და ძალიან ბევრი ლიტერატურული გმირი არის და ვფიქრობ, რომ მომავალში ნელ-ნელა ისინი დაიბადებიან. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვცდილობ, რომ მაინც გამოვნახო დრო ქსოვისთვის. გააჩნია რამდენი თავისუფალი დრო მაქვს. შეიძლება ერთ დღეშიც კი დავასრულო რომელიმე ნამუშევარი, ზოგიერთი კი შეიძლება ძალიან გაიწელოს დროში. ხელსაქმე ბავშვობიდან მაინტერესებდა და ერთ დღესაც შევქმენი თოჯინის კაბა. მაშინ როგორც ბავშვი ასე ვერთობოდი და აი ახლა უკვე ჩემს ასაკში ეს უკვე სათამაშო აღარ არის. თითოეულ ჩემს თოჯინას აქვს თავისი სახელი, თავისი ისტორია აქვს. და მასალის მოძიება არ არის რთული, ჩვენს ქალაქშიც იყიდება ძაფები. დიდ ქალაქებში ყველგან არის ფაქტობრივად და ხშირად მარაგს მაქვს ხოლმე, ვცდილობ რომ ბევრი შევიძინო, რომ ცოტა დიდხანს მეყოს და ასე თითოეული ამ მარყუჟიდან შემდეგ ვცდილობ რომ ესეთი რაღაც კაბები შევქმნა ხოლმე. ამაყეთ სიამოვნება, უდიდესი სიამოვნება, ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ხომ არ გაყიდდი. ვერ შეველევი, იცით, იმიტომ რომ თითოეულში აი ესეთი იმდენი შრომა მაქვს ჩადებული და აი უკვე დასრულებული ნამუშევარს ჩემთვის იმდენად დიდი სიამოვნება მოაქვს, რომ ვერ შეველევი. სამომავლოდ შეიძლება ესეთი ლიტერატურული გმირების ხაზი, ესეთი სერია შევქმნა ერთგვარი ახალი კოლექცია გოგონები წიგნებიდან. აი ესეთი ქართველი არისტოკრატები ხალები გამოჩნდებიან. ვეცდები რომ გამოჩნდნენ. აი უკვე მაქვს ესეთი შემოთავაზება მერი შერვაშიძე რომ შევქმნა და ვეცდები რომ გავამართლო ჩემი თაყვანისმცემლების მოლოდინი და შევქმნა ქართველი გმირებიც. ჩემი ნამუშევრების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. წლები მიდის და ჩემი გემოვნებაც იცვლება, რა თქმა უნდა, ბავშვობის რაღაც ნამუშევრები აღარ მომწონს ხოლმე, მაგრამ მაინც ვინახავ როგორც აი პირველი ნამუშევარი მაგალითად შენახული მაქვს და აი დროთა განმავლობაში იცვლება ჩემი გემოვნება, ჩემი შეხედულებები, იდეები და ვცდილობ რომ სულ ახალი და რაღაც ისეთი შემოვიტანო ხოლმე ჩემს ნამუშევრებში. და ექსტრემალიც ვარ, სისწრაფე მიყვარს, ცურვა ძალიან მიყვარს. ფრენა პარაპლანი, დელტაპლანიდან მიყვარს ძალიან და ველოსიპედით სულ დავდივარ ხოლმე. ლამაზია ველოსიპედით სათვალიერებ განსაკუთრებით ახლა ვცდილობ ხოლმე რომ ეს მთებში ავიდე ხოლმე და იქავრობა დავათვალიერო ხოლმე ველოსიპედი, ესეც გარკვეული შთაგონების წყარო არის ჩემთვის. ტელეფონით ვიღებ ხოლმე ძირითადად, აი სადაც გავდივარ ხოლმე, თუ რაღაც დავიჭირე, რაღაც ლამაზი კადრი, ვიღებ ხოლმე და ამითაც ვცდილობ ხოლმე რომ ვასიამოვნო ჩემს მეგობრებს და ახლობლებს. ძალიან ბევრი ძაღლი მყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს სამწუხაროა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს რაიონში მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობა არის. ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია და ხალხის შეგნებაც ჯერ ვერ მივიდა სამწუხაროდ იმ დონემდე, რომ ძაღლი ჩვენი მეგობარია. ამ დონემდე ჯერჯერობით ვერ მივიდა. და ვუძლებთ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამდენი ძაღლის მოვლა, დილას ადრიანად ვდგებით ყველანი, არა მარტო ჭამა და ასმა არ არის მხოლოდ. ზოგს რაღაც პრობლემა აქვს, იქ ჭიის წამალი უნდა მისცე, იქ უნდა დავარცხნო, უნდა დაბანო და ასე შემდეგ. სულ ახლახან ავიყვანე ქუჩიდან ჰასკი, დამყვებოდა ხოლმე ეს ძაღლი ქუჩაში და გაქრა ერთი პერიოდი და ინერვიული მეთქი სად როგორ და როგორც ჩანს გაუსტერილებიათ და აი ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, აი რომ შევხედე, გული დამეწვა. მოვიყვანე და მკურნალო. მე ვარ ექიმი რადიოლოგი,
მუშაობ კლინიკა ფერომედსა და ჯეოჰოსპიტალში კომპიუტერულ ტომოგრაფიულ განყოფილებაში. ამასთანავე ვითავსებ ეხოსკოპიას, ძირითადად ვაკეთებ დოპლეროგრაფიას, ეს კისრის სისწარღვები, თავის სისწარღვები, ქვედაკიდურის სისწარღვები და სხვა ტიპის ეხოსკოპიურ გამოკვლევებსაც ვაკეთებ ხოლმე, ვითავსებ კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად. ჩემთვის საუკეთესო განტვირთვის საშუალება არის ხოლმე, აი დაძაბული დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც მე ვგსოვ ხოლმე, ეს არის საუკეთესო განტვირთვის საშუალება ჩემთვის.